ვთქმა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას, თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც გასცა საბჭომ, უკავშირდება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების პროცედურის დაწყებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეკომენდაციასაც არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, ის უნდა შეფასდეს როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც რა თქმა უნდა ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში. ზუსტად ასეთი გადაწყვეტილებების შედეგია ის, რომ ევროპული სტრუქტურები ქართული საზოგადოების აღქმაში მუდმივ დევალვაციას განიცდიან, რაც არის სერიოზული პრობლემა. თქვენ იცით, რომ ცოტა ხნის წინ ჩატარდა თვითონ ევროკავშირის მიერ ევრობარომეტრის კვლევა, რომლის თანახმადაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ევროპული სტრუქტურების მიმართ ნდობა საქართველოში არის შემცირებული 6%. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ზუსტად ასეთი გადაწყვეტილებები ამცირებს ქართული საზოგადოების ნდობას ევროპული სტრუქტურების მიმართ. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ 20 იანვრიდან საბოლოოდ დასრულდება შანტაჟის ეს პრაქტიკა, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების და ჩინოვნიკების მხრიდან, დასრულდება ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნების მცდელობა, ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ეს მცდელობა გრძელდება 3 წლის განმავლობაში, ეს შანტაჟი გრძელდება 3 წლის განმავლობაში და ეს შანტაჟი და ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა 3 წლის თავზე აუცილებლად უნდა დასრულდეს. ეს არის მნიშვნელოვანი, მათ შორის იმისათვის, რომ აღდგეს ქართული საზოგადოების თვალში დაკარგული ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ. ახლა, როდესაც შანტაჟის გადამწყვეტი ფაზა დასრულდა, მაიდანი ჩავარდა, კიდევ ერთხელ თავაზობ ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს კითხვები, გავამართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ ფორმატში.